აი ესე ძალიან მარტივად ვამზადებთ ჩეხურ ფახლავას. 4 დიდი კვერცხიდან 1 კვერცხის გული გამოვიყენოთ ზემოდან წასასმელად. 650 გრამ ფქვილს დავამატე ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 300 გრამი კარაქი და ხელით კარგად გავაფხვიერე. აი ასე უნდა გავაფხვიეროთ. ვამატებ 3 კვერცხის გულს, ესაც კარგად შევურიოთ. 300 გრამ მაწონს ვამატებ 1 ჩაის კოვს სოდას. დავამატოთ ფქვილიან მასას და მოვზილოთ ცომი. ცომი გადმოვიტანე დაფაზე, ბევრი ზელვა არ უნდა, როგორც კი შეერევა, გადავახვიოთ ცელოფანში და შევინახოთ დროებით მაცივარში, სანამ საგულეს მოვამზადებთ. 300 გრამი ნიგოზიდან 100 ხელით დავჭერი, 200 დავაბლენდერე. კვერცხის სილას დავამატე მწიკვი მარილი, ცოტა ლიმონის წვენი და 250 300 გრამი შაქარი. კარგად გავთქვიფე, დავამატე დაბლენდერებული ნიგოზი და 120 გრამი ქიშმიში. ვანილი არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად დაამატეთ, ცომი გავყოთ 3 ნაწილად. შუა ფენა უნდა იყოს ცოტა პატარა. სამივეს ვათხელებთ. დაბლითა და მაღლითა ფენა ცოტა განიერი უნდა იყოს. დაბლითას გვერდები აუმაღლოთ, გადმოვიტანოთ ცილის ნახევარი, კარგად გადავასწოროთ, მოვაყაროთ ხელით დაჭრილი ნიგოზის ნახევარიც, დავაფაროთ მეორე ფენა, რომელიც ზუსტად საცხობის სიდიდისაა. ამაზე გადმოვიტანოთ მთლიანი გათქვეფილი ცილა, მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზიც მთლიანად, დავაფაროთ ბოლო ფენა, რომელიც ცოტა განიერია და გვერდები ჩავუსწოროთ. ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული და რძე. დავჭრათ, მე დავჭერი რომბებად, ისე დავჭრათ, რომ მეორე ფენაც ცოტა ჩაიჭერეს, ესე კარგად ცხობა მეორე ფენაც, შუალა ფენა, ზემოდან ნიგოზი მოვალაგოთ, ეს აუცილებელი არ არის, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოდის, ცხობა წინასწარ გახურებულ ღუმელში 170-180 გრადუსზე 30-35 წუთი. მზაობამდე ზემოდან თაფლი წავუსვიმე და გამოდის აი ასეთი ძალიან გემრიელი ფახლავა. რეცეპტს დავწერ აღწერაში, დოზებს დააკვირდით, აქ თუ რამე შეცდომა დაუშვი, იქ დააკვირდით და YouTube-ზე გვაქვს ეს ვიდეო, თუ შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. ძალიან გემრიელი და ძალიან მარტივად ცხება.